სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საკათედრო ტაძართან ვითარება დილიდან დაიძაბა, მას შემდეგ რაც ადგილზე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ და არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დაკავებას სცადეს. პოლიციელების მიერ სასულიერო პირის აყვანის მცდელობას მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ისინი ჩემს დასაჭერად მოვიდნენ. მე გავყვები, მე არ ვარ საფრთხე ამ ქვეყნისთვის. მთავარი საფრთხე ხელისუფლებაშია. შირაკის ეპარქიის წინამძღვარი სამართალდამცველებს მოგვიანებით თავად ჩაბარდა, მას ბრალად ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდება ედება. გამოძიება დაიწყო იმ მოქალაქეთა მიმართაც, რომლებიც სამართალდამცველებს არქიეპისკოპოსის დაკავებისას წინააღმდეგობას უწევდნენ. დაპირისპირების კიდევ ერთი კერა იყო სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციაში, სადაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს შორის შეტაკება მოხდა. ვითარების განსამუხტად ადგილზე კათოლიკოს პატრიარქი მივიდა, რომელიც სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს. გარეგინ მეორემ რეზიდენციის ეზოში შეკრებილ საერო და სასულიერო პირებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ჩვენ მივდივართ საკათედრო ტაძარში, სადაც განვიხილავთ გეგმებს და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ჩვენ ყველანი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველყოთ სამართლიანობამ გაიმარჯვოს ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი სასულიერო პირებისთვის, ჩვენი მღვდლებისთვის და ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის. სასულიერო პირების დაკავებების სერიას გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. არანაირი შეტაკება არ იქნება. სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე-მრევლი ქრისტიანული წესით გაათავისუფლებს თავის წმინდა საკურთხეველს. აშკარა გახდა თუ ვინ იწვევდა შეტაკებებს დედა ეკლესიაში. იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდამცავები პროვოკაციას არ ახვდნენ, მათ ერთმანეთთან ჩხუბი დაიწყეს. დაკავებების პარალელურად სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრიარქოში სპეციალური ღონისძიებები ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა 90-მდე ეპარქიაშიც. ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცების მცდელობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 16-მდე პირია დაკავებული. მათ შორისაა მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელსაც ბრალი ტერორიზმის მომზადებისთვის, მასობრივი არეულობის წაქეზებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობისთვის წაუყენეს. ამავე საქმეზე დააკავეს ბიზნესმენი ტიგრან გალსტიანი და პოლკოვნიკი მიგრან მახსუდიანიც.